რომლის პასუხსაც ჩვენ ველით. აი ამ კონტექსტში განსაკუთრებით მძიმეა ის, რის პრეზიდენტო არჩევნების პერიოდში თბილისსა და სხვა რეგიონებში გაიხსნა, რომელსაც სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რომ იყოს უფრო ერთიანებას თუ სხვა და სამწუხაროდ ისევ გვიწევს თქვენი შეწუხება იმ საკითხზე, რასაც ქვია უსამართლობა, ეს ეხება კერძოდ საქართველოს აუდიტის და აქედან გამომდინარე სასამართლოს უკანონოსრულია და უსამართლო გადაწყვეტილებას ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი პარტიის მოსაზრება ოფიციალური გაგაცნოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. 2014 წლის 12 თებერვალს ჩაგვარდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უსამართლო მოთხოვნა და დემოკრატიული მოძრაობა დააჯარიმა 65,000 ლარის ოდენობით. იმის მაგივრად, რომ დღეს ქართული ოცნება და საგამოძიებო ორგანოები დაკავდნენ რეზონანსული და გახმაურებული საქმეების გამოძიებით, რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა წელიწად ნახევარია ელოდება და ითხოვს, თორდია მოგელაძის სამსახურის მიერ უზარმაზარი რესურსი იქნა დახარჯული დემოკრატიული მოძრაობის საქმიანობის შესწავლისათვის წინა საარჩევნო პერიოდში და რეალური საფუძვლის არარსებობის გამო, ვიმეორებ, რეალური საფუძვლების არარსებობის გამო მოსამართლე ილონა თოდუამ მაინც გამოიტანა უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილება. მე შეგახსენეთ, რომ ეს ის ქალბატონია მოსამართლეს გულისხმობ, რომელმაც მთელ საქართველოს დიდი ზარზეიმით აუწყა მისი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ბიძინა ივანიშვილისაგან. ამიტომ მისგან მაინც და მაინც ბევრი არაფერი არ გვიგვირს. საგანგაშოა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, დღემდე მოქმედებს ის კაბალური კანონები, რომლებიც ნაციონალური ხელისუფლების მიერ რეალური ოპოზიციის დასჯისთვის იყო შექმნილი. ნაცვლად იმისა, რომ ქართულ ოცნებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის დაებრუნებინა თავისი რეალური დანიშნულება, რაც პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარებით შემოიფარგლება, ის დღემდე უნარჩუნებს აუდიტის სამსახურს სადამსჯელო ფუნქციას. ეს ძალზედ სამწუხაროა. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის დაჯარიმება, უსამართლო დაჯარიმება, ვიმეორებ, პირდაპირ ემსახურება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის საერთო ინტერესებს, რომლის თანკვეთას ჩვენ პერიოდულად ხედავდით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დემოკრატიული მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას მოახდინოს ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ საკითხებზე, ჩვენ სამართლებრივი გზით გავაგრძელებთ ბრძოლას და დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად მოვადრო ქვეყანაში, როდესაც მივახცევთ სამართლიანობას არა მხოლოდ ჩვენი პარტიისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის.